კანდეის ოუენსი ძალიან ცუდად იქცევა, მეგობრებო. დიახ. ეს მთელი რუსული ავანტიურა ბევრ ჩვენგანს აგვერია. შეიძლება ეს უბრალოდ მისი სავარაუდო მცდელობა იყოს, რომ თაღლითობა ჩაიდინოს, რაც ძალიან ლოგიკური იქნებოდა. რატომაც ახლა ის მემარცხენეებთან ერთიანდება, რადგან როგორც ვიცით, ისინი ამერიკაში სომალიურ თაღლითობას უჭერენ მხარს. და ყველაფრის გათვალისწინებით, რაც კენდასის გარშემო ხდება, ჩანს, რომ შესაძლოა ის ცდილობს თავისი ქონება რუსეთში გადაიტანოს, რათა დარწმუნდეს, რომ მთავრობა მას ვერ წაართმევს. როცა ის კიდევ ერთ სამართლებრივ საქმეში გაეხვევა, იმ სიგიჟისა და ტყუილების გამო, რასაც ინტერნეტში ავრცელებს. აი დეტალები. მოგესალმებით გადაცემაში pushback-ი, მე მირაკი ვარ თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, რათა დაეხმაროთ ამ ვიდეოს გააკეთოს ის, რაც გჭირდებათ. და მოდით უპასუხოთ კითხვას. მართლა გადააქვს კენდას ქონება რუსეთში? 8 gamble-ზე. და ეს არ არის ბრალდება. ეს უბრალოდ აზრი და ქცევის ანალიზი. მე ვფიქრობ, რომ ისინი საკუთარ ქონებას რუსეთში და შესაძლოა დუბაიშიც გადააქვთ. და კენდეისი და მისი ოჯახი საბოლოოდ რუსეთში აღმოჩნდებიან. ასე რომ მაკრონის ცოლის შესახებ შეთქმულების თეორიის თავდაპირველი ავტორი, რომელიც ძალიან პროპუტინურია, უბრალოდ ასე დაემთხო. როცა პირველად უჩივლეს და წააგო, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება ფრანგულმა სასამართლომ გააუქმა, მან თავშესაფარი რუსეთში მოითხოვა. Wow. მაშ რატომ არ უნდა იმოქმედოს იგივე სცენარმა აქ? ამიტომ იმის მიხედვით თუ როგორ გამვითარდა ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ მანამდე სანამ კენდისის მოგზაურობის შესახებ გავიგებდი, ვიტყოდი რომ ამ მოვლენების მიხედვით თუ მას უჩივლებენ და ფიქრობს რომ წააგებს, ეს არის ის, რაც მანამდე ვიცით რომ ხდებოდა. მას უჩივიან ამ საქმეებით. ბოლო საქმე ყველაზე დიდი იყო, სადაც ხალხი ამბობდა რომ ის დამარცხდება, ის მოულოდნელად აცხადებს რომ რუსეთში მიდის, არ ამბობს ნამდვილ მიზეზს, ითხოვება ამის შესახებ. ის აღმოჩნდება რუსეთის ყველაზე დაცულ ნაწილში მთელი წლის განმავლობაში. მოსმინეთ, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც შეთქმულების თეორიებს ავრცელებს, მეგობრებო. იცით, ჩვენ ფაქტებზე ვართ ორიენტირებული და უბრალოდ ვცდილობთ გავიგოთ რა ხდება ამ სამყაროში. თუმცა, ცოტა საეჭვოა, რომ კენდი ვენდი უცებ რუსებთან საუკეთესო მეგობარი გახდა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს მაგალითი კიდევ ერთი ადამიანის, რომელმაც ასევე დიდი ფინანსური ზარალი მიიღო მაკრონებთან სასამართლო პროცესის შედეგად. და მათ რუსეთი გამოიყენეს ამ ყოველფრიდან თავის დასაღწევად. და უცებ კენდისი, რომელიც ყველაფერზე აწყობს აურზაუს მაკრონების ამბის გარდა, ჩარლი, ერიკი, ყველაფერი გვერდზე გადადის, ყველაფერს იგონებს, რომ ჩვენი ყურადღება მაკრონების საქმიდან გადაიტანოს, რომელიც ძალიან დიდი საქმე იქნება, როცა დაიწყება, და უცებ ის რუსებთან თბილად ეკიდება და მათი საუკეთესო მეგობარი ხდება. გულისხმობ, ეს ცოტათი საინტერესოა. გარდა იმისა, რომ შეიძლება ის მართლაც მუშაობდეს და რუსებთან შეკრული იყოს დასავლეთის მასიური განადგურებისთვის, რაც როგორც ვიცით, მათი გეგმაა და ამისთვის სპეციალური სტრატეგიაც აქვთ. და მე ვიტყოდი, რომ ისინი საკმაოდ ღიად იქცევიან ამ საკითხში. ის ყველას ეუბნება, რომ ოჯახურ არტატეკებზე მიდის, მაგრამ ამ მოგზაურობაში რაღაც სხვა ხდება, რაღაც სხვა. და ეს ძალიან ლოგიკური იქნებოდა, თუ ის ცდილობს თავისი ოჯახის ფულის, უბრალოდ თავისი ქმრის ფულის, ან კიდევ უბრალოდ იმ ფულის გადარჩენას, რომელიც სინამდვილეში ჩარლი კუკს ეკუთვნის, იმის გამო, რაც მან მის სიკვდილის შემდეგ გამოიმუშავა, სწორედ მისი სიკვდილის გამო. დიდი ძალაა საჭირო, თუნდაც თუ ის სჯერა დათვის. თუნდაც თუ სჯერა, რომ რუსეთი დიდია. დიდი ძალაა საჭირო იმისთვის, რომ დედამ თავისი შვილები ომის ზონაში წაიყვანოს. და პლატფორმის ქონა ამას ბოლომდე ვეხსნის. რაც ამას ხსნის არის რწმენა, რომ ყველაფერს მალე დაკარგავ და სხვა გზა აქვს. და თუ ამას დაიჯერებ, ერთ-ერთი გზა რაც დაგჩენია, ფიზიკურად წახვიდე რუსეთში და იქ გადახვიდე საცხოვრებლად. იქ გადაიტანო შენი ქონება, ან იქნებ დუბაიში გადაიტანო, რადგან დუბაისაც ვსდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემასთან. და ეს არის შენი ნაბიჯი. არ მგონია პუტინმა ის სტაკერის დონეზე აიყვანოს ხვანოს ისე როგორც სტაკერი აიყვანეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის საიდუმლო ინფორმაციას მაინც მიიღებს. და დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია მის შოუში გაჟღერდება, რომ შოუს რეიტინგი აიწიოს. როგორც თქვენ თქვით, მაგალითად, როგორ აიცილონ ფარას მოთხოვნები. მისცენ ვინმეს ისეთი ინფორმაცია, რაც მანამდე არ ჰქონდათ, რომ მათ ჰქონდეთ ექსკლუზივი და ყველა მათ უყურებდეს და ასე შემდეგ. გულისხმობ, ეს მართლაც გენიალური სტრატეგია რუსეთის მხრიდან, თუ ასე ცდილობენ ფარას გვერდის ავლას. მათთვის ვინც არ იცის, ფარა, ჩემი აზრით, ამერიკული უცხოური. ძირითადად თუ უცხოელი ხარ და ამერიკაში მუშაობ, უნდა განაცხადო ეს. თუ ცდილობ გავლენა მოახდინო აუდიტორიაზე და ასე შემდეგ. დაახლოებით 100-ია. ზუსტად არ ვიცი რა ფარბლებს მოიცავს. მაგრამ თუ რუსეთი ცდილობს მსგავს რაღაცას ამერიკაში, საუკეთესო გზა იქნებოდა უბრალოდ ამერიკელი იპოვონ, ვინც ამას მათთვის გააკეთებს.
როცა მივხვდით, რომ ეს შოუ ჩვენი სრულ განაკვეთზე სამუშაო გახდებოდა, გავაცნობიერეთ, რომ სპონსორები დაგჭირდებოდა. მაგრამ მე მტკიცედ ვამბობდი, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებს გავუკეთებდით რეკლამას, რაც ჩვენს გამომწერებს წაადგებათ. ჩვენ ვეძებდით კომპანიებს, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებენ თქვენ ცხოვრებას და ჩაპტერ ერთ-ერთი პირველი არჩევანი იყო. არ გჭირდებათ, რომ მეგითხრათ, რომ მედიკერი პრობლემურია და ძვირი ღირს. და ეს ძალიან მაწუხებს, მაგრამ სწორედ ამიტომ არსებობს ჩაპტერ. და გთხოვთ, მითხარით, რომ უკვე დაიწყეთ მათი გამოყენება, რადგან ისინი გეხმარებიან. აირჩიოთ ის გეგმა, რომელიც რეალურად თქვენთვის არის შესაფერისი და არა ის, რომელიც მრჩევლებს აძლევს სარგებელს. მომხმარებლობის საშუალოდ ზოგავენ $1,100-ზე მეც. მათი ზარი უფასოა. ეს დაახლოებით 20 წუთს გრძელდება და შეიძლება თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ბევრი ფული და სტრესი დაგიზოგოთ. ასე რომ დარეკეთ ჩაპტერზე ნომერზე 6, 116, 183, 1323. ეს არის 610, 680, 3323. და მხარი დაუჭირეთ წინააღმდეგობას, სანამ იქხართ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ ინტერვიუს. ამერიკა არის უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში. რთულია ამის უარყოფა. და რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად არის ბრწყინვალე გლენბეკი, რომელიც გვიხსნის რა ხდება სინამდვილეში. ეს ამბავი კენდას ოუენსზე არ არის, მაგრამ ის ამტკიცებს ყველაფერს, რასაც ვამბობ, რომ მართალია. რიკიმ ახლახან მიიღო შეტყობინება. სასწრაფო ამბავი, რომ რუსული მედია ახლა კენდას ოუენსს უწოდებს. ზუსტად რა? მინდა ციტატა მივიღო. ხიდი. ჰიდი, არასჭეცლეში, ჰიდი შორის. სწორია. და ნუ იფიქრებ, რომ ეს რუსი ხალხია. იფიქრეთ, რომ ეს პუტინი და დუგინია. დაიმახსოვრეთ, დუგინი ის ადამიანია, რომელმაც ახლახან თქვა, რომ მის ხელში რომ იყოს, ჩვენს ყველა მტერს ბირთვული არახს მისცემდა, რათა შეერთებული შტატები აორთქლდეს. ფიქრობ, შეგვიძლია უსაფრთხოდ ვთქვათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა კენდისი რას აკეთებს. იქ თუა თავისი ქონებით დასამალად, თუ იქაა რუსების სახელით ამერიკის გასანადგურებლად. მან მათთან საკმაოდ დაახლოვდა. თუ ისინი მზად არიან მას ხიდი უწოდონ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან ცუდი გოგოა რა. ჩემი აზრით, კენდის ოუენსი ამტკიცებს, რომ ის არა მხოლოდ შემაწუხებელი და ჩვენი საზოგადოების გოგოა, არამედ გულწრფელად რო ვთქვა, შეიძლება საბოლოოდ სერიოზული შედეგების გადატანა მოუწიოს ამის გამო. და სანამ ის ჩემზე წამოვა და იტყვის, რომ თქვი ადამიანები ზიანს აყენებენ, მინდა განმარტო, რომ ფიზიკურ შედეგებს არ გულისხმობ. გულისხმობ ფინანსურ შედეგებს და შეიძლება თავისუფლების შეზღუდვასაც კი. რადგან ჩემთვის თუ ასე უღალატებ შენს ქვეყანას, როგორც საშკარად უღალატე ამერიკელ ხალხს, ეს არის რაღაცა, რის გამოც ნამდვილად ღირს დაპატიმრება. დიახ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე შეგვიძლია სამართლიანად ვთქვათ, რომ კენდისი არ ეშინია მხოლოდ ტყუილების გავრცელების, არამედ კულისებში მოქმედებს იმავე манипуляციური ტაქტიკებით, რასაც კამერაზე აკეთებს. და ვფიქრობ, რაც უფრო მეტად გამოიძიებენ მას, მით უფრო გავიგებთ, რომ ეს პრეტენზია, თითქოს ეს ლამაზი შავკანიანი ქალი, უბრალოდ სახში იწერს პოდკასტებს და ასეთი კარგი დედაა, ალბია. არანაირი შანსი არ არის. შეუძლებელია ეს აშკარად მოიტყუო ეკრანზე მილიონობით ადამიანის წინაშე და პირად ცხოვრებაში ასეთი არაკეთილსინდისიერი არისო. მადლობა ყურადღებისთვის.